პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან დიდ წუხარებას გამოვთქვათ სულყველანი თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და ზუსტად ამ ტრაგედიის გარშემო გვინდა რომ ვისაუბროთ აი იმ გარკვეულ ხალხთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ერთდღიანი გლოვა დამთავრდა და უკვე რაღაც ღვთისმგმობელ ანსამბლებს და ქართობის მოყვარულ ხალხებს ეპატიჟებიან აქ საკონცერტოდ. საქართველოს ქრისტიანული ქვეყანა არის და ეს ღვთისმგმობა ჩვენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. იმათ თავიანთი მოსაზრებები აქვს და თავიანთი შეხედულებები აქვს, მაგრამ როდესაც საქართველოში ხალხი გლოვობს, ჩვენ ვთვლით, რომ ეს ზედმეტი არის. უნდა ცოტა გადავიდეს მაინც დრო რაღაც პერიოდი, რომ ხალხში რაღაც ამის მსგავსზე ილაპარაკო, არამც თუ მეორე დღესვე უკვე რაღაც თავპატიჟები მიდის იმისა, რომ ეს ჩამოვიდეს თუ ის ჩამოვიდეს. მით უმეტეს ჩვენ როგორც ვიცით, ამ ჯგუფმა ძალიან ცუდი კომენტარები გააკეთა ამ ამბავთან დაკავშირებით და ალბათ ისინი ვერც აცნობიერებენ საქართველოს კავკასიაა თუ აფრიკაა თუ რომელი რეგიონი არის. ჩვენ საზოგადოებებთან კიდევ არიან სხვა საზოგადოებებიც, რომლებიც აპროტესტებენ ამას და მე კი ვთვლი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდაც წინააღმდეგია ამისა. ეს არის რაღაც კატეგორია ჯგუფი, რომლებიც გაურკვევლად ამღვრევენ წყარს ნებისმიერი მთავრობის მიმართულებითაც და საერთოდ არ აინტერესებს არანაირი ქრისტიანული ხედვა. და ცდილობენ, რომ თავიანთი რაღაც ანტიქრისტიანული, რაღაც ღვთისმგმობელური პოლიტიკა გაატარონ თუ სიტუაცია შექმნა საქართველოში. ამის ცოცხალი მაგალითი იყო მაგალითად 9 მაისს, რაც მოხდა ვაკის პარკში, თუნდაც არჩილ ჭყოიძის მიმართ და თუნდაც ტრისტან წითელაშვილის მიმართ. 9 მაისს ფაქტიურად ფაშისტური აღლუმივით მოაწყეს რაღაც ბაიკერების სახელით და სინამდვილეში ისინი არც ბაიკერები არ იყვნენ და არც საქართველოს გულშემატკივრები. უბრალოდ აი ზუსტად ეს ის ჯგუფია, რომლებიც ჩვენი მამაპაპის გზაკვარს ვერ ხედავენ სწორი მიმართულებით და აი ამ რაღაც ჯგუფებს ეპატიჟებიან, რაღაც SS-ის ფორმები და იმეები 9 მაისს რო დარბოდნენ და მოღალატეებს რო ეძახდნენ და რუსის ოკუპანტებს. ბევრი ისეთ ადამიანს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობა აქვს მიღებული. ეხლა რაც შეეხება არჩილ ჭყოიძე ვახსენეთ, წეღან ჩვენ საინიციატივო ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ და გვინდა რომ საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატად წარვადგინოთ არჩილ ჭყოიძე. ამას ჩვენს გარდა კიდე ეთანხმებიან სხვადასხვა ორგანიზაციები და ჩვენ ვფიქრობთ ამას მე უფრო ჩამოყალიბებული სახით მოგაწვდით. ემზარ ну ამას რო ჩამოვყალიბდებით, მე დეტალებში აგიხსნით მიზეზებსაც და ყველაფერსაც. რო ჩამოვყალიბდებით დეტალებში ხო, მეტი არსად არ არის და კიდე არის რაღაც მიზეზები, რომლებიც მე გაირკვევა და აიხსნება. პირველ რიგში მინდა სრულიად საქართველოს მიუსამძიმრო ის ძალიან ტრაგიკული დღეები, რომელიც ჩვენ დაგვატყდა ყველას ერთად და ეს მე ვფიქრობ არა მარტო თითოეული ოჯახის მწუხარება არის, რომელიც დაკარგეს ოჯახის წევრები და ნათესავები, არამედ მე ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად საქართველოს სატყივარი და ყველას მინდა რომ მიუსამძიმრო ეს ძალიან ტრაგიკული ასე ვთქვათ მოქმედება, რაც მოხდა და დაგვატყდა ჩვენ თბილისში სულ ყველას ერთად. ასევე მინდა გამოეხმაურო იმ კონცერტის მესვეურებს, რომლებიც ვერ ათვისნობიერებენ თუ კიდევ ერთხელ რა მოხდა დღეს საქართველოში და ისინი განაგრძობენ იმას, რომ მათ უნდათ კონცერტის ჩატარება. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ დამთავრებულა ადამიანების პოვნა, რომლებიც დაკარგულები არიან და მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი არის უკვე დაღუპული და აი ამ ყველაფრის ფონზე მე ვფიქრობ, რომ მამას და მამას მართლა ზედმეტი მოსდით უკვე რა. სულ არ მაინტერესებს, ვინ არიან ეს კონცერტის მესვეურები თუ ხელმძღვანელები
თუ ამათ უკან ვინდა არ მაინტერესებს მე აბსოლუტურად. ჩემთვის დღეს არც კონცერტის იმაზე ვარ მე ახლა განწყობილი ნამდვილად და არავინ არ ვართ მაგის იმაზე რა და მე პირდაპირ ვეუბნები იმ კონცერტის წარმომადგენლებსაც და აქაც თბილისში ვინც არიან ამ ღონისძიების ჩამტარებლები. ნამდვილად არ უსურვებ რაიმე კონცერტის სახით ჩატარებას, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ პროტესტს და მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ მაგისათვის რომ ეს კონცერტი არ ჩატარდეს. ყოველ შემთხვევაში იმდენი გალია მაინც არის რომ სტატუტარულად გამოუნახო მაგ თუ გალიაში გავაკეთებინო ეს კონცერტი მაგათ რა. მე ნამდვილად არ მეკონცერტება და ვაფრთხილებ მე. არც გაბედო. ასეთი რა. თორემ ძალიან ცუდად დაამთავრებენ მაგაში მე ვაძლევ პირობას მე პირადად. პირველ რიგში უერთები იმ სამძიმარს, იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც მთელმა საქართველომ გამოთქვა, მას უერთები მაგ სამძიმარს. ეხლა რაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. აქ იყო შეკითხვა დასმული, რატომ საგარეჯოში არის წარდგენება არჩილ ჭყოიძის, ესე იგი საგარეჯოში საუბარია რაზე, იცით რომ ოქტომბრის თვეში უნდა გაიმართოს შვალედური არჩევნები. და ზუსტად ამ შვალედურ არჩევნებში წარვადგენთ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია წარვადგენთ საინიციატივო ჯგუფის სახელით არჩილ ჭყოიძეს. და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ გავიყვანთ ამ კანდიდატს, რადგან არჩილ ჭყოიძე პარლამენტიდან უკვე შეძლებს ილაპარაკოს იმ ჭეშმარიტ საკითხებზე, რომელ საკითხებზეც სამწუხაროდ არ ლაპარაკობენ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პროდასავლური ძალები და აქცენტს აკეთებენ იმ თემებზე, რომელ თემებზეც აქცენტი არ არის საინტერესო რეალურად საზოგადოებისთვის და თვითონ პარლამენტის ტრიბუნა მოგცემს იმის საშუალებას, რომ აი დღეს გაჟღერდა რომ ჩამოდის რომელიღაცა ჯგუფი არც მახსოვს მაგის სახელი, რომლებიც არიან ოფიციალურად ასე ვთქვათ LGBT თუ რაღაცას რო ეძახიან და ესეთი ჯგუფები საქართველოში არ უნდა ჩამოდიოდნენ და არ უნდა მართავდნენ კონცერტებს მით უმეტეს ამ ფონზე, რა თქმა უნდა. და ვფიქრობთ, რომ არჩილ ჭყოიძე არის ის ადამიანი, რომელიც ამას გააჟღერებს ძალიან მკაფიოდ უკვე პარლამენტიდან და ის სიტუაცია, რომელიც ახლა არის ქართულ ტელესივრცეში, როდესაც ფაქტიურად ყველა ძალას, ყველა პროდასალურ ძალასთვის ღია არის კარები ტელესივრცეში, რატომღაც ჭეშმარიტად ქართული ადამიანებისთვის ასე თუ ისე შეზღუდულია ეს ტელესივრცე, ასე თქვა. და საინიციატივო ჯგუფი წარადგენს არჩილ ჭყოიძეს საგარეჯოს რაიონში ამ წლის ოქტომბერში შვალედური არჩევნების პირობებში, ასე ვთქვათ. დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ არჩილ ჭყოიძე არის ის კანდიდატი, რომლის აზრებსაც ჩვენ ვიზიარებთ და მთელმა საქართველომ ნახა, როდესაც მხოლოდ მან ფაქტიურად გაჟღერდ ვისაც საშუალება მიეცა ტელევიზიის საშუალებით, თორემ მთელი საქართველოს აქვს ეს აზრი, რომ პირდაპირ დაუძახა იმ ხალხს თავისი სახელი, ანუ ცნობილი ფრაზა უკანალის მოთამაშეების ადგილი საქართველოში არ არის. და ჩვენც ვიზიარებთ ამ პოზიციას, რომ არ შეიძლება ეს LGBT-ჩნიკები, რომლებიც მსოფლიოში პირდაპირ პროპაგანდას ახდენენ, ეს ისეთი ჯგუფია, ეს ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგი ჯგუფები იყვნენ, სადაც იყო ასეთი სახის ადამიანები, იყვნენ კარგი მუსიკოსები, მაგრამ განსხვავებით იმათგან, ეს ჯგუფი პირდაპირ ახდენს პროპაგანდას მსოფლიოში თავისი LGBT რაღაცა მახინჯი ფორმების სიყვარულისა, ასე ვთქვათ. და ამიტომ ვაპროტესტებთ კონკრეტულად ამ ჯგუფს და მით უმეტეს მაგან ისეთი განცხადება გააკეთა ფაქტიურად თავს ლაფი დაგვასხა, როდესაც ეს ტრაგედია მოგვივიდა და ყველა მიცის რა განცხადებას გააკეთეს მათ, ხო? ხო და ამიტომ ვაპროტესტებთ. ეს იყო განცხადება Facebook-ზე ძალიან სოციალურ ქსელშიც იყო, ტელევიზიის საშუალებითაც იყო, რომ ამ ჯგუფმა რაღაცა ქირქილის იმაში მოიხსენია ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები და დაღუპული ხალხი რაღაცა შეურაცხყოფელად გამოთქვა. მის მერე მოდიში მოიხადა, მაგრამ რა თქმა უნდა მაგ თემაზე, მაგრამ დიახ. ნუ რა თქმა უნდა ჩვენ ვეცდებით კანონის ფარგლებში, ყველაფერი მოვაქციოთ კანონის ფარგლებში და მაქსიმალურად გავაპროტესტოთ და არ დაუშვათ ასეთი რაღაცეები. რა თქმა უნდა ჩვენ კანონის გვერდისავლით ვერ ვიმოქმედებთ, მაგრამ კანონის ფარგლებში ჩვენ ყველანაირ ძალას გამოვიყენებთ. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში.
შეწუხებულები ვართ სამძიმარს უცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთელს ჩვენს ქვეყანას ამ ტრაგედიის გამო და მინდა გითხრათ რომ ამ დღეებში მიკავშირდებიან 20 მეგობრები და არა მარტო საქართველოში მაცხოვრებელი 20 მეგობრები, არამედ ფარგლებს გარედან და გულიტკივათ ამ ხალხს. ჩვენ ვიცით რომ ჩვენ ვართ კავკასიელები, მარტო ოსები ეროვნებით არ არიან სხვა ხალხი და აფხაზები, ისინი არიან ჩვენი სისხლი და ხორცი, იმიტომ რომ კარგად ვიცით ბევრი ოჯახებია, ხო, ოსურ ქართული, გვაქვს ერთი ტრადიცია, საბოლოოდ გარდაუვალია ის რომ ჩვენ უნდა შევრიგდეთ. აი, როდესაც ჩვენ უნდა შევრიგდეთ, ჩვენ ისინი გვეკითხებიან. ისინი არიან წინააღმდეგი იმისა, თუ რაც ლახავს როგორც ქართულ, ასე კავკასიურ ტრადიციებს. ნუ რაც შეეხება ამ ჯგუფს, მე მინდა გითხრათ მეგობრებმა ისაუბრეს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დაუშვებთ, შევუერთდებით იმ ხალხს, ჩვენ არ ვართ მარტო საქართველოში, არიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც გვიკავშირდებიან. და კანონის ფარგლებში დიდ წინააღმდეგობას გაუწევთ. ერთი სიტყვით მათ არ მივცემთ საშუალებას ამ კონცერტის ჩატარების. მეორე, რაც შეეხება არჩილ ჭყოიძის მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენას, თუ რატომ ჩვენმა მეგობარმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადავწყვიტეთ ეს, იმიტომ რომ არჩილ ჭყოიძე არის პიროვნება, რომელსაც აქვს დიდი ღვაწლი და ჭყოიძე მუშაობს იმ საკითხებთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც აწყობს შეხვედრებს ოს მეგობრებთან რომ საფუძველი ჩაუყარა ჩვენ მქონდა რამოდენიმე თვის უკან მქონდა არჩილ ჭყოიძეს შეხვედრა ჩრდილო ოსეთიდან ჩამოსულების ეროვნებით რუსების აზერბაიჯანელების სომხების რომ მათ წყურიათ შერიგება და ამ საქმეში ღვაწლი არჩილ ჭყოიძისა არის ძალიან დიდი ხოლო იმის ძახილი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც გვიწოდებენ ჩვენ რუსეთის აგენტებს, პუტინისტებს თუ რაღაც უბედურებას, შეუძლია ნახონ მათ არჩილ ჭყოიძის ინტერვიუები, სადაც არჩილ ჭყოიძე ამბობს იმას, რომ რუსეთის გარდა საქართველოს ტერიტორია აქვს ოკუპირებული, ანექსირებული თურქეთის სახელმწიფოს, ორმაგი ტერიტორია, რამდენიც აქვს რუსეთს, ორმაგი თურქეთს. ნუ ვიცით რევოლუციის საბჭოთა სახელმწიფოს საქართველოს ჩამოყალიბების პერიოდში ჩვენი ტერიტორიები მოყვა აზერბაიჯანის მხარეს, მოყვა სომხეთის მხარეს. ამას სამწუხაროდ რავინ დღეს არ ახსენებს. ჭყოიძე ერთადერთი კაცი, რომელიც აი ამ თემაზე მუშაობს და ზუსტად ამიტომ ჩვენ მეგობარმა არასამთავრობოებმა გადავწყვიტეთ არჩილ ჭყოიძეს გავსაუბრებოდით ბატონ არჩილს და ის დაგვეთანხმა და რეალური კანდიდატურაა და არჩილი მოიგებს ამ არჩევნებს თუ კი ბოლომდე გაყვება ამას და დავგეთანხმ. რა ვიცი, მადლობა. დიახ, დარწმუნებული ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით საგარეჯოს რაიონში, ბევრჯერ ყოფილ ვართ რეგიონებში და ერთ-ერთი რეგიონია საგარეჯოს რაიონი, სადაც არჩილ ჭყოიძეს ხალხი უჭერს მხარს და დადებითად საუბრობენ არჩილის შესახებ.